კიდევ ვერ გავიგეთ რომელია ჩემი შვილი? ოთხმინება მეორედ გავიგეთ. სასამართლოზე ვიწვევ დნმ-ის ექსპერტს, გენეტიკური ლაბორატორიიდან, შალვა ცხოთიაშვილი. მოგესალმებით ბატონო მოსამართლე, პატიცემულო სასამართლოს წევრები. ჩვენს ლაბორატორიაში გადამგზავნილი იყო ორივე ახალშობილის და მათი მშობლების სისხლის ნიმუში. მოგახსენებთ კვლევის შედეგებს. წინასწარმეტყველთა გაგაფრთხილოთ და გითხრათ, რომ დნმ-ის დიაგნოსტიკა ზუსტი და უშუალოა. აქედან გამომდინარე, ჩემი გამოსვლის შემდეგ ამ გაუგებრობას საბოლოოდ დაესწრება წერილი. იქამდე კი მინდა მოკლედ გადმოგცეთ, როგორ მზადდება დნმ-ის ანალიზი. თქვენ წინაშეა დნმ-ის მოლეკულის ფრაგმენტის ნიმუში. მთლიანი დნმ-ის მოლეკულა გიგანტური, ორჯაჭვიანი, მემკვიდრეობის მატარებელი მოლეკულა, რომელშიც გენები მონაკვეთების საკითხაა განლაგებული. ყოველი გენი რომელიღაც ნიშანს შეესაბამება. მაგალითად, თვალის ფერს, ხმის ფერს, სულის ფორმას, ადამიანის ხასიათს და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ დნმ-ში არის ისეთი უბნები, სადაც გენები არ არის. მას არამაკოდირებელი უბნები ეწოდება. ასეთი მონაკვეთები განსხვავებული სიხშირით იმეორდება სხვადასხვა პიროვნების ადამიანში. ხოლო ბიოლოგიურად მონათესავე ადამიანებში არამაკოდირებელი უბნების რაოდენობა დაახლოებით ერთნაირია. სანამ გადავალთ საფსაზე როგორ მზადდება დნმ-ის ანალიზები, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ერთ-ერთი წინა საქმის თემა, რომელიც ეხებოდა დნმ-ის ანალიზებს. საქმე მდგომარეობდა შემდეგში. მოხდა რაღაც დანაშაულის ადგილზე დატოვა სისხლის კვალი, საიდანაც გამოყავდა დნმ და დაამზადა დნმ-ის ანალიზები. ყავდა ორი ეჭვმიტანილი, ნომერი პირველი და ნომერი მეორე, რომელსაც ავიღეთ სისხლი, მათაც გამოყავდა დნმ-ები და დაამზადეთ მათი დნმ-ის ანალიზები. კვლევის საფუძველზე ვასწავლეთ, რომ ნომერი ორი არის დამნაშავე, რადგან დანაშაულის ადგილას დარჩენილი სისხლის დნმ-ის კვალი ანალიზები იდენტური არის ნომერი ორი დნმ-ის ანალიზების. ეს ყველაფერი დადიანიურად გამოიყენა, მაგრამ ცნობილებში რთული პროცესია. დაახლო მოგიყვებით, როგორ მზადდება დნმ-ის ანალიზები. კვლევის გამოიყენეთ სისხლის ბირთვიანი უჯრედები ლეიკოციტები, რადგან დნმ ძირითადად ბირთვშია ქრომოსომების შემადგენლობაში. ქრომოსომიდან გამოყავი დნმ, მიუხედავად მისი ასლები, შემდეგ კი მოხდა ფრაგმენტება დანაწილება, არამაკოდირებელი უბნების მიხედვით. ფრაგმენტები მოათავსეთ ძველი დათვალის ფიზიკაში, სადაც გავატარეთ დნმ. შემდეგ ფრაგმენტები გადავიტანეთ ნეირონის ფიზიკაზე და დავამზადეთ როგორც ახალშობილების, ისე მათი მშობლების დნმ-ის ანალიზები. შემდეგ მას გადავუღებთ სურათები და გავაგებთ შედეგებს. ახალშობილების არქეოლოგია განხილულია, რომელსაც მოგახსენებთ სასამართლოს დასრულებისას. ახლა მიუხედავად ჭაობების, გადავდივართ სასამართლო კამარაზე. სამშობიაროების ექნის დარეჯან ბადაშვილის დანაშაულის კვალი ფიქსირდება სისხლის სამართლის კოდექსის 342 მუხლით, როგორც სამსახურებრივი პასუხისმგებლობა, ისთვისაც მსახურა სამწვავე თავისუფლების აპროტესტები. ჩემთვის ძალიან კაცია თქვენი ბრალდება. მე ბრალდერელი ვარ და კანონს ვემოჩილებ. მეც კანონის მხარეს ვარ და კანონს ვიცავ, მაგრამ ეს კანონები ხომ ადამიანების შედგენილია. მოგმართავ თხოვნით. პირველ რიგში გაითვალისწინოთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი აღიარებს დანაშაულს. მეორე, მოდით დავფიქრდეთ. დარეჯან ბაღაშვილს რომ დაიმალა და გაიმჟღავნებინა მომხდარი ფაქტი, ეს ხომ უფრო საშინელი და დიდი დანაშაული იქნებოდა. რამდენი ძველი კრიმინალური საქმე გაიხსნა ამ სფეროში. დღეს რამდენი დედა ეძებს შვილს, რამდენი შვილი ეძებს დედას, რამდენი და ეძებს ძმას და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის აღიარებითი ჩვენება უფრო კეთილშობილური საქციელია, ვიდრე დანაშაული. ხალხს დარეჯან ბაღაშვილს მოუხსნათ ბრალდება. დაზავალებული ხარს თხოვთ ამხოთქონი აზრი. ბატონო მოსამართლე, ახლა ვხვდები, ეს საქმე რომ არ გამჟღავნებული იყო შესაძლოა შვილის წამოყვანა სახლში. აქედან გამომდინარე მე ვაუხმობ ჩემს არჩევანს. თავდადონელი მე ვიფარდები ბატონს ურას. მადლობა. კოლეგები გთხოვთ გამომწვევ.
ბატონო მოსამართლე, ხო ასეც გამოფისუფლებას. ჩემს პრაქტიკაში ეს იშვიათად ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ფაქტობი დაცვის ხარეს და თანახმოვან მოიცავს ბრალდება და ეჯან ბავშვს. ხო დავზარდეთ. მოიწვიეთ განაცხადი. სასამართლო გადაწყვიტა ჯავდობის დარეჯან ბავშვს მოიცავს ბრალდება. ექსპერტ-გენეტიკოსების კვლევის საფუძველზე ახალშობილ ნომერი 1 გადაეცეს დაზარალებული წვრიდან ზურაბ შეხვედრას, ხოლო ახალშობილ ნომერი 2 დაზარალებული წვრიდან ელენე გონაშვილი. სასამართლო პროცესს დასრულებულად ვასწავლეთ.